გამარჯობა, მოგესალმებით, დაგიბრუნდით ჩვენი უკვე მე-9 ეპიზოდით, სიახლეებით და მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი თანაწამყვანი და პოლიტიკური ამბების ხელმძღვანელი თორნიკე ბაღათურია. გამარჯობა მეგობრო, შენ ისე წარმოგდგენ მეც რაღაც სერიოზულად უნდა მივიღო. არა, მიყვარს ეს კარგი რა, რაღაცნაირია რა. სიახლეები გვაქვს ჩვენ ისე საბა რაღაცეები. აუცილებელი მოსაყოლი. შენ დაიწყე. პირველი და მთავარი ჩვენი სიახლე გახლავთ ჩვენი სპონსორი, აქამდე სპონსორი არკოლია, როგორც მოგეხსენებათ და ჩვენი სპონსორია მინერალური წყალი მინერალი, რომელიც გახლავთ არა გაზირებული და აი გახსენი გალიე და მორჩა ამბავი არის და ბოთში ამდენი რო რჩება და ხელში გიჭირავს, ეგეთი არა. უჩვეულო ევროპული. კი, რა სტანდარტი. კი. ევროპული სტანდარტები. კი, ნელა ევროპულ სტანდარტებზე გადავდივარ, თავის კანონმდებლობებიან ყველაფრიან. ჩვენი გეგმა როგორც იყო, იქით მივდივარ და რავი, ჩვენთვის რავი, ყველაფერი იქით. კი, აშკარად. მადლობა, ესე. კი, მადლობა ჩვენ სპონსორებს და მართლა წყალია ისეთი მართოცხლებელი ძალა არის. გაგვიმარჯოს. მეორე სიახლე შენ წარმატარადგინე თუ შეიძლება? მეორე სიახლე ყავს ერთი თანაწამყვანი კიდე. რომელიც უბრალოდ თავის შკოლაზე დადეს, ეხლა ვერ ვაკონტროლ ჩვენ ხო თავისუფლება ვაძლევთ ყველას. მას სადაც გამოჩნდება და მე სიახლე ლეპტოპიც. დავიდგით. ლეპტოპი. დავიჩიეთ ლეპტოპი და რაღაცა. მოვიტანეთ. ანუ გადაადგილების პროგრამა. მოვიტანოთ ლეპტოპი და სპონსორი ლეპტოპი. თანაწამყვანი. ეს 2 თვეში და 5 თვეში რა იქნება, რა იცი შე. 5 თვეში რა იქნება და მე მომწონს რომ ნელ-ნელა ანუ 5 თვეში რა იქნება იმ პონჩით და 5 თვეში რა იქნება კი არა ეხლა რა ხდება და 5 თვეში ისეთი რაღაცები მოხდება რომ სოფლიოში მართლა ისეთი რაღაცები ხდება რომ აი დაუჯერებელი არის რამდენი ხანი ვარჩევდით რა თემები პროსტა რომელი უბრალოდ რა თემებზე გველაპარაკა დღესა და რამოდენიმე ავირჩიეთ მეგობრებო და მოდი დავიწყოთ არა აუცილებლად შევეხოთ ბატონ ჯეი რა თანცი არის პროსტა ეს გეტყვი ანუ ძალიან ანუ სიამაყის თუ რაღაცა განცდა გაქვს რომ დავუჩეკით ისეთი დრო იყო რომ საერთოდ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა კი არა როგორ არა წარმოიდგენდნენ და ყველა ელოდებოდა მაგრამ აუცილებელი იყო რომ ეს მომხდარიყო რაზეც ლაპარაკობდით რაზეც საუბრობდით ეგ მოხდა ანუ მიხარია პროცესი დაიწყო ანუ მანამდე უბრალოდ საუბარი იყო ეხლა უკვე მოქმედებაში გადავიდა ეს ყველაფერი რა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ბატონ ჯეი-დი ვენსი იყო ეხლა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩასული ეს იყო ანუ რაღაც ეპოქალური ცვლილებების დემონსტრაციის ცივი შხაპი გამოსვლა იყო რა 15 წუთიანი გამოსვლა ქონდა 15 წუთი ძალიან საინტერესო იყო ჩვენ ახლა რაღაც ერთ პატარა ამონარიდი მოვისმინოთ რაც ახლა ჩვენ კონკრეტულად ჩვენ ქვეყანასთანაც კავშირში არის რა აი ეს არის ანუ სიგნალი იმისა რომ რა გეგმა აქვს ამერიკას ევროპასთან მიმართებაში რა რაც ისეთი გეგმები აქვს რაც ჩვენს გვაწყობს და რასაც ან მოკლედ ჩვენ ამდენ ხანს ვლაპარაკობთ აი ეს ყველაფერი ხდება და მოდი მოусმინოთ ბატონ ვენს რას იძახის უბრალოდ ევროპასთან დაკავშირებით უდიდესი საფრთხე არც რუსეთია და არც ჩინეთი. ეს საფრთხე ჩემი აზრით არა გარედან არის მართული, არამედ შიგნიდან. ევროპის მიერ ფუნდამენტური ღირებულებებიდან გადახვევა. იმ ღირებულებების უარყოფა, რომელიც მას ამერიკის შეერთებულ შტატებთან აერთიანებს. მე ელდამეცა, როდესაც ვიხილე ყოფილი ევროკომისრის ინტერვიუ. ის კმაყოფილებას ვერ მალავდა, რომ რუმინეთში შემდგარი არჩევნების შედეგები გაუქმდა. მან გაგვაფრთხილა, რომ თუ საქმე შესაბამისად არ წავა, იმავეს ვიხილავთ გერმანიაში. ასეთი აგდებული განცხადებები შოკის მომგვრელია ამერიკელისთვის. წლებია გვეუბნებიან, რომ ყველაფერი, რასაც ვაფინანსებთ და მხარს ვუჭერთ, არის სწორედ ჩვენი, საერთო დემოკრატიული ღირებულებების სახელით დაწყებული უკრაინით დამთავრებული ციფრული ცენზურით. არის შექმნილი დემოკრატიის დაცვის მიზნით, მაგრამ, როდესაც ვხედავთ ევროპული სასამართლოების მიერ არჩევნების შედეგების გაუქმებას, ევროპელი მაღალჩინოსნების მიერ მომდევნო არჩევნების გაუქმების მუქარას, ამავე დროს საჭიროა ვიკითხოთ, არის თუ არა ეს შესაბამისი სტანდარტი. მე ვამბობ ჩვენ, რადგან ჯერა რომ ერთი გუნდის წევრები ვართ. დემოკრატიულ ღირებულებებზე საუბარზე მეტად საჭიროა დემოკრატიულად ცხოვრება.
დემოკრატიულ ღირებებზე საუბარზე მეტად საჭირო დემოკრატიულ ცხოვრება, ეს იდეალური რაღაც სიტყვებით ხარ, ეს რაც ხდება ჩვენ ხო უბრალოდ დემოკრატიაზე საუბრობენ ხოლმე და არადის სინამდვილეში ფაშისტები არიან, ხო? გულის სიღრმეში ისე იქცევიან, ფაშისტები იქცეოდნენ ეგრე, ხო? ჩინეთი და ამერიკა კი არ არის თქვენი მტრებიო საკუთარი თავის მტრები, თქვენ თვითონ ხართ ყველანი ღირებულებს და ფასეულობას უღალატ ეთო. ანუ ჩვენ აქ რასაც საუბრობთ ამდენი ხანი ეს ყველაფერი უკვე სააშკაროზე გამოვიდა რა. და კიდე ერთი საინტერესო რაღაცა წარმოიდგინე ვენსი, რომ ჩავიდა მიუნხენში ხა ხა პირველ პლუს ხო უნდა შეხვდე რა, ხა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია და რაღაცა კანცლერს არ შეხვდა შოლც ანუ და შეხვდა ალისა ვაიდელის ალტერნატივ გერმანიის კანცლერობის კანდიდატი ანუ ვინც იდეაში ესე რო იყოს ანუ ვისიც ხედავენ მომავალს ვისაც უნდა ესაუბრონ შეხვდა იმას არანაირი პოლიცი იქ არ არის და ანუ შოლცი ჩემი აზრით უკვე ვადა გასული ელემენტები დამჟღარი ადამიანია რომელიც საინტერესო აღარ არის ამ ახალი დროება რაც დადგა მან და არა ეს ეხლა ხო შეხვდნენ ისინი რა ქვია ამერიკა და საუდის არაბეთში ხო იყო შეხვედრა ამერიკელების და რუსების და შოლცი გამოვიდა და გერმანიის გარეშეო აქო როგორ ბედავთო რაღაცა დიქტატორულ შეთანხმებას გავს თუ რაღაცა და ამერიკის პერსამსახურის უფროსმა რა უთხრა იცი რა შენო მანდო ბევრს ნუბლატაო რა მაქსიმუმ ამ მოლაპარაკებებშიო გერმანიის როლი თუ მსჯავრდებული სკამზე იქნებაო ახალი დროება დადგა, სადაც თქვენი ადგილი აღარ არის, თქვენ ხართ უკვე ვადაგასული ადამიანები და ჩვენ ვისიც ხედავთ მომავალს და თან რეალურად რა ხდება, იცი, ამერიკა ვისიც ხედავს მანდვიცა, ხი, მომავალ ისინი იქნებიან მაინც ვარაუდის დონე კი არა. ანუ ხო ვინც დაინახებსო უკვე პირდაპირ და იმდენად პატივს აღარ ცემენ, რომ ანუ არსებულ იმაზე რა ქვია თანამდებობაზე ვინც არიან, და ვითომ არ არიან. და უკვე ხდება პრეზიდენტად და ისეთ შეურაცხყოფას აყენებენ ამ მაგას უბანში ბიჭები არ აყენებენ ერთმანეთს ესენი საჯაროდ ისე ამცირებენ ბიჭო გერმანიის კანცლერს და საფრანგეთის პრეზიდენტს და ინგლისის პრემიერ-მინისტრს ანუ აბუჩად იგდებენ ანუ გაზდით ატრაკებენ ანუ გაზდით და ატრაკებენ როგორ არის ხო ანუ სანამ ეს გაზდით რა ხო და უკვე რა არის რეალურად კიდე რომ ანუ ეხლა ეს ადამიანები, ეხლა რა ცოტა ხნის წინ ეს ადამიანები ერთმანეთს რო ეხლა აი ამ სიტყვებით ლანძღავენ და რო იპოტინებიან ხალხს, რომელიც ხალხით უკვე მოწყვლეტილი არის და პროცესში არის გადინების რა, მაგას ეჭიდებიან წარმოგიდგენთ როგორი მომენტი არის, რეალურად რო დაფიქრდე რომ ესენი ხა ერთმანეთს დახოცავენ, რომ ვიღაცას გონია რომ იქ გადარჩება, რეალურად ვერ გადარჩებიან, იმიტომ რომ დროც გადარჩენაში არის. ხო, ანუ ვერ გადარჩები. აი ხა ეს პოზიციაში აქ მზე არავინ არ არის, აი მაგ პოზიციაში არიან. მე ხვდი ხა მაგას ცდილობენ და იქ უკრაინული, ანუ ზელენსკი გამოვიდა და ევროპული ჯარები უნდა შექმნათო და იქიდან ვიღაც ევროპული ლიდერების დაეთანხმენ, რომ დრო მოვიდა ევროპული ჯარების. რა ევროპული ჯარები? ეს როგორი რაღაცა, იცი, აი წარმოიდგინე ორი სოფლიოში ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ეხა ხდებიან მოკავშირეები რა რუსეთი და ამერიკა. ევროპას არანაირი ბუნებრივი რესურსი არ გააჩნია, საერთოდ არანაირი. ანუ არის დამოკიდებული ამერიკაზეც და აი ხა მაგალითად გაზზე მარტო გაზი რო იყოთ, ყველაფერს თავი დავანებოთ, ნაწილს რუსეთისგან და ნაწილს გერმანიის ამერიკიდან იღებს ევროპა. უფრო ძვირად, მაგრამ ეს ორი მომწოდებელი იყოს. ეხლა შენ წარმოგიდგინე, აქ ვინ ამათმა რაც არ უნდა იფართხალონ. გადაწყვეტილების მიმღებების ხვევია. უკრაინის ზელენსკი რო გამოდის და იძახის რომ მე ვარ აქ უკრაინ რასაც ეს ყველაფერი არის, აი რას გავს, იცი, აი თევს რო დაიჭერდა, ბოლო ფართხალები რო აქ, აი ამ მდგომარეობაში. თევზი რო კიდე ეუნებოდეს რომ ეგონოს რომ გაცვლა. მაგ გონია თევს, მაგ დაჭერითეს ეგონია რომ შანსი აქვს რომ მაგიტო ფართხალებს რომ იქნებ გადარჩეს. აი ესენც ამ პოზაში არიან, ეხა იქნებ, მაგრამ არანაირი უბრალოდ აი ეს რუბილნიკს რუსულ სიტყვას ვიტყვი, გადაწევენ. რუსები რუბილნიკს გადაწევენ, ამერიკა და აქედან რუსები გადაწევენ, ევროპა დამთავრდა. ანუ ეკონომიკა ყველაფერი დამთავრდა. ანუ მეგობრებო, ეს უბრალოდ ყველაფერი არის. ბოდიში და კიდე ერთხელ აქ მზე არავინ არ არის, აი ამ პოზაში არიან რა. აი, იცი რა მინდა რაც გაგვხსო ხაზე, რომ ანუ ნახე ერთი ქალბატონი საუბრობს კონფერენციაზე და იძახის ესეც სიტყვებს, ხო? ესეც სიტყვებს იძახის, რომ ცხრებს თუ სადავეში ლომი უდგას რა. ეგ არის ალექსანდრე მაკედონიის სიტყვები, ხო? ლომით უყავთ ლიდერი რა გადარჩებიან. მაგრამ ლომებს თუ ცხვარი ყავთ ლიდერი ვერ გადარჩებიან, მაგრამ ესენი რეალურად აი ცხრები არიან. ცხრებიც არ არიან. ეხლა წარმოიდგინე ის ანუ ჯერ მე გათხოვილ კაცს ანუ მე არ მოვიაზრებ კაცად, პირველ რიგში ანუ ამ განცხადებას ხმამაღლა გავაკეთებ, კაცი არ თხოვდება. ნაკაცარი არის. ხო? ხო, არ თხოვ ნაკაცარი არის. ანუ გათხოვილი კაცი ჩამოვიდა აქ,
რუსთაველზე სადაც ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის ძეგლია და მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდრია ჩვენი პატრიარქიან დგებიან და იქიდან განცხადებები და მოწოდებები აკეთებული და ეს კაცი იქ დააყენეს ეს გათხოვილი კაცი და მე გადაგარჩენთ ეხა ეკლესია კი არ გადა ვისაც შენ გადაარჩინე შენი ქორწინება ეხა რაშიც ხარ და რაც ერთხელია ქართველებისთვის არის უდიდესი აი ეგ ლაქარი რომ შოლცი ეხა ეძახის მას რა ქვია პროვინცია უკანონს ხო დაერივნენ ერთმანეთს იმიტომ რომ ნახე არანაირი გამოსავალი არ არის რა ზუსტად ნახე ანუ რა ამა ეგონათ რაღაცები ზუსტად ეს საუბრები არ იყო რომ მოდი თუნდაც აი პროსტა ეხა უცებ გადახვევას კი არ გავაკეთე მაგრამ გახარიას რო წამოწდა რა გადაცემაში 20-მდე 20 უქენი თქვენ ზუსტად მოხდა ეს რა ანუ ნახე 20 და ბაბში ყველაფერი შეიცვალა და ხდება ისეთი რაღაც რომ ანუ ესენი ამათ ფასი აღარ ეხა თუნდაც ადამიანები ვინც შეცდომაში იყვნენ შეყვანილები და რაღაცა იმედი ესენი გადაგვარჩენენ და ევროპა გვინდა ჩვენ ოღონდ ღირსეული აი როგორ ევროპა გვინდა ხა ვიდეოში არსავ და ესენი ლაპარაკობენ კი ანუ აი ოჯახის სიწმინდე და ქრისტიანული ევროპა გვინდა რომელიც თავის საფუძვლებს დაუბრუნდება და თავის ძველ სახელს და დიდებას დაიბრუნებს და იმის ნაწილი ვარ ჩვენ ვიყავით და ვიქნებით კი ჯერ ჩვენ ვიყავით და მე სხვები არიან ევროპელები კი ბატონო აი ჩვენ როგორი ევროპა გვინდა მეგობრებო აი მოდი ხა იყო მადრიდში შეხვედრა პატრიოტები ევროპის ეს სახელისთვის ეხლა სახელწოდებით ტარდებოდა ეს შეკრება იქ მონაწილეობდნენ ყველა ევროპის კონსერვატული პარტიები რა აი მარი ლეპენი ორბანი რომელზეც ვის გვისაუბრია და ძალიან სწორი აქცენტები დაგვისვია და აგერ ჩვენ და აგერ ხდება ეხა ბერძენი პოლიტიკოსის ხათაშეს ახლა შექმნილი პარტია რა ქვია იცი აფროდიტე გოგოს ხო მოდი აი აფროდიტეს გამოსვლას მოусმინოთ ფასო კოლეგებო, დღეს ჩემთვის აქ ყოფნა უდიდესი პატივია. მიხარია რომ ევროპელი პატრიოტები თუ არ გარშემორტყმული. ეს არის ხალხი, რომელიც მიუხედავად ათასნაირი ცილისწამების, უსაფუძვლო კრიტიკისა და ყალბი ბრალდებებისა, მაინც ძლიერად გრძნობენ თავს. ის, რამაც ევროპა დღევანდელ ტრაგიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა, ლიდერების არარსებობაა. ფუნდამენტური განსხვავება არსებობს ბიუროკრატ პოლიტიკოსებსა და ჭეშმარიტ ლიდერებს შორის. როგორც ალექსანდრე მაკედონელმა თქვა, ცხვრების არმია, რომელსაც ლომი ლიდერობს, უფრო ძლიერია, ვიდრე ლომების არმია, რომელსაც ცხვარი ლიდერობს. არასდროს ეს გამოთქმა ისეთი ჭეშმარიტი არ ყოფილა, როგორც ახლა. წარმოიდგინე. ჩვენ გვჭირდება ევროპა, რომელიც მის საზღვრებს ნებისმიერი საშუალებით დაიცავს. ჩვენ გვჭირდება ევროპა, რომელიც პატივს ცემს ევროპულ ტრადიციებსა და იდენტობას. ევროპა, რომელიც მხარს უჭერს ოჯახურ ღირებულებებს და იცავს ბიზნესს. ჭირდება ევროპა, რომელიც ატარებს მართლმადიდებელ და ქრისტიანულ ღირებულებებს. ეს გვინდა მეგობრა, რუსეთი რა რუსეთში მივდივარ და ეს გვინდა ჩვენ. და სხვანაირი ევროპა არ გვინდა პროსტა. ანუ სხვანაირი ევროპა აღარ რონის შელს ევროპა არ მინდა მე რა არ მინდა ეგეთ ევროპაში. მე მინდა ესეთ ევროპაში. ყოფნა ეხა და ადამიანი ხას რას უსულს არ მოიგი. ეს ყველანი პრორუსები არის, ყველა რუსები არის. ოჯახური ღირებულებებიო. ამ სიტყვებით რა და აი ამაზე მე აპლოდისმენტები და ამდენი ადამიანისა რომ აი ამ შეფასებით რომელსაც კარს უკრავენ, просто მაინტერესებს რა მოსდით იმ შეცდომაში თავისით ძალით შეყვანილ ტიპებს წარმოიდგინე რომ ანუ თავარი რა მეგობრებო რომ რაზეც დაიბადე, სადაც დაიბადე, რა ღირებულებებზეც გაიზარდე, არა აქვს მნიშვნელობა დროს უიცვლება. მაგრამ ადამიანი შიგნიდან რა უნდა იყო ის ადამიანი როგორც გაიზარდე ოჯახში რო იზრდები ოჯახური ღირებულებები შენთვის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი რა შენ თუ ცალკე მოგინდა და მშობელს იმას კენი მშობელი უარყავი და აი ამას რო ადამიანი მავნებელი ამას რო მოგიწოდებს ანუ უკვე ანუ ეს ადამიანი თან რო გეუნება რომ ევროპაში გვინდა და იქით მიყვა როგორ ანუ ევროპა თუ გინდა ოჯახური ღირებულებების გარეშე ევროპა არ არის და კიდევ რამდენიმე პუნქტის მაგრამ რას უშუალოდ ამ ხალხს რომ გამოდი აი ტყუილში აცხოვრებენ მადლობა ღმერთს რომ არსებობს ბევრი ადამიანი და უმრავლესობა ადამიანების რომლებიც ამ სიცრუის არჯერა და ის თავის ოჯახურ ღირებულებებს ყოველთვის დაიცავს და ამისთვის დიდი მადლობა ქართველ ერს რომ საღად მოაზროვნეა იცის სად უნდა შეიკრიბოს
და იცის როდის უნდა შეიკრიბოს და ქართველი ერის დამსახურება ეს არის მერაპოსტავას სიტყვები რა როგორ უმრავლესობის დამსახურება ეს რომ ჩვენი ხელისუფლება ეხა რასაც ბლატაოს ჩვენი ხალხის ხარდაჭერით ბლატაოს რა თქმა უნდა იმიტომ ნახე რეალურად იგივე მოხდა ანუ ჩვენ არ ვწყვეთ სამწუხაროდ სოფლიოში რა როგორ მოხდეს ანუ დიდი ლიდერები აი პუტინს თუ გინე პუტინ დაუჯდა ფაქტია ხო ანუ წავიდა შეხვდა დაუჯდა და სადა ბიჭო რუსეთიო ჰიტლერს მოუგო ნაპოლეონს მოუგო 4%-იანი ზელენსკი საით აქებენ ერთმანეთს ტიპები ანუ არაფერი აღარ გაჩა ეხა ამ იმ რა ქნა აფროდიტემ აი ზუსტად აი უსაფუძო კრიტიკები 1000-ნაირი ცილის-წამები ალბი ბრალდებები ანუ ზუსტად იგივე რაც ხდება ანუ ეს მარტო ჩვენთან არ ხდება ხო და ეს დიდ მასშტაბში ხდება და ჩვენთან აი აქ ეს თემ სოფლიოში ეს ომი მიდის და მე მგონი ვიმარჯვებთ რა ეს მართლა არ მომხდარა პირველად ხდება არა ანუ ჩვენ მაშინ იმ დროს გვეგონა რომ ვიმარჯვებთ ჩვენაც დავიბადეთ ეხა პირველად მონსტრები ამ რაღაც ხშირად ვიძახით რომ აი ესეთი რადიკალური ცვლილებები სოფლიოში არ მომხდარა ესე თუ გაგრძელდა 100-0-ს მოვიგებთ ანუ რასაც შეიძლება ეხა რაღაცები შეიძლება გაუთვალისწინო რაღაცები ყოველთვის ხდება მე ხვდი მაგრამ ამ ტემპით ეხა რაც ხდება ეს თუ გაგრძელდა თან ანუ ეხა პოლიტიკაში ხარ შეხედი უფრო ხმად რომ იცი რა სად რა ხდება ანუ ესე აი მე ხვდი აი წინ რომ იყურები აი ვერ გრძნობ რა შეიძლება მოხდეს ის ახლა ტრამპი თუ მოკლეს და იქ რა ხო მიხდი ასე გეუბნე რაღაც სახიფათო ისეთი რა შეიძლება მოხდეს და ეს პროცესი შეაჩერს უბრალოდ რა უნდა უკვე ისეთი სიტყვებია გახარჯული რომ ვეღარ მოხდეს უბრალოდ უკან დასახევ გზა არავის არ აქვს არ ჩვენ არ ტრამპს არავის და თან არაფერი ანუ შესაშლელი ამის წინაპირობა წინ არ დგას ნუ ეხა ვინ უნდა შეუშაოს ხელით მომაგდებთ ეს პირაპირობა თუ იმ გათხოვილმა ტიპმა თუ ვინ ცოტა გონს უნდა მოეგო და ანუ რო გეუნება ამდენი ადამიანი ხო ზუსტად იგივე მოხდა არა ყველამ ფასი დაკარგა ეხა თუნდაც ეს შეხვედრებზე საერთოდ ვაფშე არ ცნეს არაფრად არავინ ეხა აქეთ დგება და ეს მეტი დამცირება რა გინდა ბიჭო არ შეხვდა ბიჭო ანუ აქ თუ გახდა აქ რო ჩამოდიოდნენ ჩვენთან ვიღაცეები და ოპოზიციას რო შეხვდებოდა ხელისუფლებას ხვდებოდა ანუ ჩვენთანაც ამ ხელა შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ რომ ხელისუფლებისთვის ხელისუფლება არ შეხვედროდნენ ანუ აქ რო ჩამოდი დაჟე აქ ხელისუფლება არ ხვდებოდა თვითონ ვიღაცეებს მიხდი იმას სურვილი ქონდა ეს წარმოიდგინე ანუ გერმანიის კანცლერია და ანუ საერთოდ არ შეხვდა ხო შეიძლება არ შეხვედრილიყო მაგალითად არც იმას რა ქვია ალისა ვაიდელს ანუ ალტერნატივა გერმანიის კანცლერის კანდიდატს არცეც არ შეხვდა მაგრამ ეს მივიდა და იმას შეხვდა და იმას არ შეხვდა ანუ იმენა ნოლი ვაფშე პრიზნავად ხო იმიტომ რომ არ არსებობს კი ნახე იმიტომ რომ გერმანიას რეალურად ძალიან დიდი როლი აქვს და უგერმანიოთ რაღაცეები მართლა არ გამოვა ამ ევროპაში ხო მაგრამ ნახე გერმანიის სოფლიო ეკონომიკის მეოთხე ხო და ნახე რა ვიტყვი აქედან გამომდინარე გერმანია საჭიროა მაგრამ გერმანიაში საჭირო ვინც არის ზუსტად იმას შეხვდა და არა ეხა რაღაც ვადიან რაღაცას მესიჯებია ყველაფერი მაგიტო თქვი რომ ეს ეპოქალური გამოსვლა იყო ანუ რამხრივი გულისხმობა რომ ეს 15 წუთი რომ მოусმენ ამით მიხვდები რა გეგმა ამერიკას ევროპის მიმართ კი ბატონო და ამით მიხვდები იმასაც რომ ქონდათ შანსი რომ ყოფილიყო ნორმალური ლიდერები მაგრამ შიგნით თუ არა არ ესენი მარიონეტები იყვნენ და ვერ იქნებოდნენ შეიძლება რომ ცდომოდათ ვერ იქნებოდნენ უბრალოდ და მოდი ახლა გადმოვერთოთ ჩვენთან ქვეყანაში და აი ჩვენი ეს მამნებლები აი როგორ ატყუებდნენ ხალხს ამდენი წელი 3 წელია ომი მიდის რა სირცხვილი არის სამარცხვინო დღეს ზედაპირზე უკრაინა იმარჯვებს რუსეთი მარცხდება აგებს ეს რუსეთი ხოცებო აგებს რუსეთი აგებს მარცხდება თქვენ უბედურებო როგორ მარცხდება იცით პუტინი ფსკერამდე მარცხდება აი ფსკერზე ჩავხედავთ და იქ დავინახავთ უკრაინასთან ომს უკვე ცხადად აგებს რუსეთი მარცხდება უკრაინა გაიმარჯვებს ყველამ უნდა იცოდეს მეგობრებო მარცხდება და მე მინდა გითხრათ რომ რუსეთი მარცხდება უკრაინაში უკრაინა დღეს არის ნომერ პირველი ევროპაში სამხედრო პოტენციალის მქონე სახელმწიფო რომელიც ამარცხებს აი მონსტრს რუსულ აი მონსტრს მეომრები ისე უგრეს იგი ნაკ რა ბიჭები რა და არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის იმიტომ რომ რუსეთი მარცხდება რუსეთი ეგუება რომ მარცხდება უბრალოდ რაღაც ბოლო გაფართხალებებს რუსეთი უკრაინაში აგებს რუსეთი აგებს ომს ძიმედ და არაკეთილ სინდისიერება იყო რომ ჩვენ რაღაც სახით ვაიძულეთ ხალხს დაეჯერებინათ რომ უკრაინა რუსეთთან ომში არამხოლოდ გაიმარჯვებს არამედ გაანადგურებს კიდეც და 2014 წლამდე ვითარებას დააბრუნებდა
ეს რამე ხა ძალიან სერიოზულ რაღაცა კი არ მომი რომ დაიწყო მაშინაც ამას ლაპარაკობდით ჩვეულებრივად და უნდა გენახა რა დღეში იყვნენ. მე მაგ ერთ რჩევა რა, ესენი ისეთი მაგარი პროგნოზებით არიან რომ ტოტალიზატორში რო გადავდოთ ანუ სამე რო გადავდეთ ბუკმეიკერები რო გახდნენ და ეს სევილიას აძინიქსი არის იმენა ეგ კამანდა არის როგორც სევილია რეალთან რო არის აძინიქსი ხო რა არის სირცხვილი არის ამ ყველა ესენი რო გაქნა ლაპარაკები რა ანუ რატო უნდა დაგიჭიროთ გაგვაგებინეთ რომ ტყუილში აცხოვრეთ ეს ხალხი ეს ომი იყო ყველაფერი აი ბანძი ლიდერების და გამოწვეული რომ ეხლა გადააგდეს უკრაინა საზარბაზნე ხორცი წამოეგო ამას არის ამდენი ხალხი ყველას ოჯახებს უცამზინებ ეს არის უდიდესი მსოფლიოს ტრაგედია რასაც ეს სხვარი ლიდერების გახურებული და იმ რაღაცნაირი პრეზიდენტი რო ყავდათ ანუ არა ამ ქვეყნიური პრეზიდენტი რო ყავდათ ეს ბაიდენი თავი რო იყო და ყველანაირად მიდით და ტყუილში არა და თვითონ თავის ინტერესებზე ყველაფერი მოარგო და ეს იმენა პატარა კაცი ყველას ყველაფერში გაყვა ანუ უდიდესი ტრაგედია არის ეს მსოფლიოსი კი, მაგრამ მადლობა ღმერთს, მე მგონი დასასრულს მიუახლოვდა ეს ყველაფერი 3 წელი გასტანა, მაგრამ იმედია მალე დამთავრდება რა და სულ ამაზე რა მახსენდება იცი ამ მავნებლებს, ესენი ბიჭო ხო მავნებლები არიან, ესეთ ხალხს რა უნდა იცი, აი ქრისტე შობამდე მე-6 საუკუნეში ქალაქ სახელმწიფო ათენში ტირანიის შემდეგ დამყარდა დემოკრატია, რომელიც 100 წელი გასტანა. ეხლა ათენელებმა დაიწყეს ფიქრი, რომ ისეთ ადამიანებს რა უყო, ვინც მაგალითად მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავდა, საერთოდ არ აინტერესებდა მტერებით შემორტყმული ათენის ერთიანობა ბოდიში და ფეხებზე ეკიდათ და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობდნენ, დაიწყეს ფიქრი ესეთ ადამიანებს რა ხა მძიმე სასჯელები უკვე დემოკრატიულ ათენში აღარ იყო მიღებული და დაიწყეს ფიქრი აი ესეთ ადამიანებს რა უყო. და ესეთ რაღაც ჰუმანური სასჯელი მოიფიქრეს. ქალაქის ცენტრში იკრიბებოდნენ ათენელები და თიხაზე წერდნენ სახელებს. და ყველაზე მეტი სახელი 6000 სახელს ვინც დააგროვდა იმას 10 წლით გადასახლება ემუქრებოდათ რა და ნუ ვისაც 6000 ხმა არ შეუგროვდა ვისაც ნაკლები ქონდა ნუ იმის ჯერი იყო რა და ეს მე ერთგვარ ზეიმად ჩამოყალიბდა და ყოველთვის იკრიბებოდა და მავნებელ აი ესეთ მავნებელ ხალხს 10 წელი გადასახლება იდეალური ის აღარ მეგობრები ხა 6000 ადამიანი რო იცოდა ხა ქრისტეშო მე-6 საუკუნეში მაშინ თემ სოფლიოში სადღაც 40-50 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა ანუ არ გეგონოთ რომ რაღაც ეხა უფრო ბევრი ვართ 8 მილიარდი ხა სხვანაირად შეიძლება ესეთი ადამიანი ხა თან ის რაღაც ციხეს და რაღაცა სად ისინი ჭირდება ხო ხოთი დამოწეს ეს საბუთები პროკურატურა ისა ესა აქ არ გვინდა ეს მავნებლები ხო და ხელი მოვაწეროთ და ერთი 10 წელი გადავასახლოთ რა სირცხვილია წარმოიდგინე რომ ამდენჯერ გაგცრუ ინფორმაცია გაგაჟღერებული რომელიც თან რო იცი რომ ცრუა მიხ შეიძლება მავნებელი იდიოტი იყო სულით დაგურით და შეიძლება სასარგებლო იდიოტი იყო და ხომ არა შეგნებული მიზან მიმართული აი მავნებელი ადამიანები აგებენ ვინაკ თუ მოდი სადახართ ერთი სადახართ გამოდით და ბოდიში მოიხადეთ ამ ხალხს რო ატყუებთ ან რაღაცა თქვით ნამუშევრება გონია საერთოდ სხვა რაღაც ეხა დაიწყებენ საერთოდ ეხა დაიწყეს კიდე უკვე ლაპარაკები ანუ რა მაინტერესებს ევროპა რაღაც ისო ანუ ყველანაირად ყველაფერში წააგეთ ერთი პროგნოზი ვერ გამართდა იმიტომ რომ იცოდით თავიდან რომ მავნებლები იყავით შეგწყვეთ და წადით რა მართლა რაღაცა მიწა დაამუშავეთ ან რაღაცა სასარგებლო გააკეთეთ ცოტა ხანი მაინც რომ რაღაცა კონდეთ მართლა ქვეყნისთვის გაკეთებდი პოლიტიკოსი რო ხარ და რა შენი ქვეყნისთვის გაკეთებული რო კითხავ და რაუი ყველა განცხადება მოვიტყუე ეგ გაქვთ ანუ რამით ხო უნდა გამოირჩიოთ პროსტა ტანებით და სახეებით გონია გამოირჩიოთ მავნებელი სამარცხვინოები ხართ ვინც ეს ხალხი დააიმედეთ შეცდომაში შეიყვანეთ და თუნდაც სადმე გაიყვანეთ და როგორმე. აგერ ორი თვის წინ ლაპარაკობდით, ესე მოხდებოდა, ჩვენ კი არ ვიცოდით რა, მაგრამ ნახე, დაველოდოთ რა, დრო არის ყველაფერს როგორც მკურნალი, ისე შემცვლელი შეიძლება ერთ დღეში ისე შეიცვალოს რაღაცები, მაგრამ მავნებელი რო ხარ ყველაფერს ერგე. მე აბა კამელეონები არიან. ქვით რომ ერთ კამელეონები არიან. რამე მოერიდება გონია ხა აქ რომელი მეს და ვაფშე ხა ტრამპს ისე შეუდრებიან რომ იქინა ვერ გამოგეგილი არის. ხო მონაკონი ისე გადაუდრებიან ერთმანეთს. ისე გონია USA-დი. სინამდვილეში რა ხდება იცი უკრაინაში? ეხა საუდის არაბეთში ხო იყო შეხვედრა ანუ რუბიოსა და ლავროვს შორის.
ზელენსკი ხო და ზელენსკი ვინმე დაინახეთ იქ ან ზელენსკი ერთ დღეს იხვეწებოდა მოლაპარაკებებზე დასწრებას მეორე დღეს იძახდა რომ უკრაინა ამ მოლაპარაკებებზე არ იქნება ოღონდ არავის არ დაუპატიჟებია მაგრამ მაინც არ იქნებაო ტრამპიო ხო რას იქნება კიდე ტრამპიო არისო დეზინფორმაციის სივრცეშიო ან ტრამპი დეზინფორმაციის სივრცეში ცხოვრობსო ან დღეს გამოვიდა და ან მივხვდი მე ამას მე აქაც იმეორებენ ჩვენთანაც ან მივხვდი აი როგორ პარადოქსი ტრამპმა რა უთხრა ისე პასუხად რაღაცა რომ აი შენ თუ ამ დასწრება გინდაო 4% გაქო რეიტინგიო და ლეგიტიმაცია თუ გჭირდება პირველ რიგში არჩევნები ჩაატარეო ჩემო კარგო ანუ ნახოთ შენ როგორ იქნები პრეზიდენტი და ვინ მოხსენებიო და აი მე ვილაპარაკოთ და ანუ სიტუაცია ანუ ეს ხო ფაქტია რომ სიტუაცია ხდება ესე რომ კავშირი ამ ადამიანმა ამ აი რაღაცნაირმა პრეზიდენტმა იცი ვინ მახსენდება ანუ მაგას ვასწრებ მახსენებ ის ტიპი რო არის ჩემო პრეზიდენტო ყოველდღიურად გულს უწერდა როგორ ახარჩი აი მაგას რა დაემართება ეხა წარმოგიდგენე მე მინდა რომ ეგ მინდა რომ გადაცემაში მოვიდეს აი აქ დავსვათ ჩავაცვათ ეგრე და ერთოდი და ნახე რა ხდება რეალურად კი ფორმა ჩავაც და ხო რა ხდება რომ ჯარი იძახის ამდენი ვიომეთო ამდენი ხალხი დავკარგეთო და ამასო ეხა აი ამა გადაწყვიტა რომ შენ ანუ დათემოს პოზიციები ჩვენო აქო ხალხი ვართო და დიდი შანსია რომ ჩვენო დიდი შანსიას მე ვფიქრობ თორე ეს იძახიან რომ პრეზიდენტს არ დავემორჩილებითო იმიტომ ეგ ამათვისაც უკვე ბოდიში და პადოშია და პრეზიდენტი აღარ არის კი ბიჭო წარმოგიდგენ რა მდგომარეობაში წაიგდო თავი რომ ნავთვისებიანი სიმსივნე არის და ყველას ამის მოშორება უნდა თვითონ ყველაზე პირველ რიგში უკრაინელებს ანუ და ეხლა არის აი როგორ მაგის ტვინში 500 მილიარდი რომ მიცემული გვაქვს სად არისო ეხლა ვაჭრობა რო დაიწყეს აი 500 არ არის 200 მილიარდი მოხსეს ჩვენ მარტო 500 სისულე ანუ აი რა დონეზე მიდის ლაპარაკი აი ამ ყველა თითქოს ადამიანები არავინ არ გადაცვლა მილიონი აღგას და არ რა პრობლემაა ყველაფერს ვისიც ჯევის ხო რაც ანუ გულით და სულით უთანაგრძნობ ყველა ადამიანს ვინც კიდევ არიან კი დღესაც არიან მთელი გულით მეცოდებით რომ უბრალოდ ისეთ ტყუილში ცხოვრობთ რომ აი ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის რომ ოღონდ თქვენ ეგ დაგაჯეროთ მაგრამ მართლა რა აი რა გჭირთ ანუ ყველაზე ცუდი რა არის იცი ანუ ამ დროს როცა ჩვენზე ასჯერ დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს ხოცავენ ჭამენ ის მივიდა მთელ ევროპას აი მოუშვა და რემბოს ციფრად აი ეგრე გადავაკეთე და ანუ ესენი წარმოგიდგენ კანკალი დარომე და ეს ყველაფერი ხდება და აქ დგანან და რუსეთისკენ მივიდიან რა რუსეთის ის იქ და ჩვენ ვართ ჩვენთვის წყნარა და ველოდების როგორ დაალაგდებიან ის იმას შეურიგდება თუ ამას ჩვენ გავაგრძელოთ არსებობა და ცხოვრება და ესენი ებძვიან ჩვენ სახელმწიფოს რომელიც საერთოდ ამ თამაშის მე რაღაცე ადგილზე არის იმიტომ რომ ჩვენი პროსა ტერიტორიული აი პროსა პატარები რო ვართ მაგითი და მაგრამ ყარად გავართ ამ ყველას რო ეხება ეს ყველაფერი ჩვენ მაინც აი ჩვენ ადგილას ვართ და ეს მავნებლები იმის მაგივრად რომ ანუ სიხარული იყოს ყველაში რომ ნახე ჩვენ ყველაფერი რაები ხდება და კიდე კაი აი იმ ევროპაში არ შევედით რომელ ევროპაცაც მოვიდა და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა აი ეს შხაპს ვაწყო და კიდე კაი იქ არ ვიდექით და ამ სამარცხვინოებს წარმოიდგინე ომში მივყავდით რომელშიც დღეს უკრაინა ორი აგურით თავში იყოს და ამდენი დაღუპული და გარდაცვლილი ყავს ღმერთო ანუ მართლა ყველას უსამძიმრებ და უდიდესი ტრაგედია და თუ ომია რისი მეომრები იყვნენ რა სიომებდით თქვენ წახვიდოდით ალბათ იარაღი რო ხელში დაგაჭერინოთ დაჭერაც არის ამ ძიმე იყოს თქვენთვის რისი მეომრები იყავთ ისევ ხალხი გაიწირებოდა ხო ისევ ხალხი და ვინ გუბასთან ანიკიძე სად უნდა იარაღით უნდა აიწიოს აი რეიტი უნდა სამარცხვინო ხალხი არის სიომებდა მაგიგიომებდა ხო კოცებო ადამიანებს მიმართე და სიმართლე ახალგაზრდები შევეწირებოდით მანდაც ვაშე რა დროს ეგ არის ანუ გიყვარდეს შენი ქვეყანა ხო რატო აკეთებ ამას მიზან მიმართულად რომ იტყუები და არ გწვენია და შენი შვილი გამოდის და ეხლა ვინ ხართ ვაფშე აი რა უფლება გაქვთ რომ იმეს რამე ელაპარაკო და წარმოიდგინე ომში ხო მივყავდით და ევროპა და ჩამოიყვანეს ეს სამარცხვინო პოლიტიკოსები რომლებსაც უკვე ოფიციალურად აღარც ხდებიან და რუსთავებზე დააყენეს და ეხლა წარმოიდგინე იტალიის პრემიისა იტალიის რომელიმე ეგეთი თანამდებობის პირო ჩავიდეს გერმანიაში და აქციაზე დადგეს და ეხლა ანუ ეგეთი რაღაც არ მოხდება მაგრამ იმდენად აი
პატოშეს ამ ბანძამა ოპოზიციონერებმა, აი მე მიმართავ მავნებლები ვინც არიან და ვინც ყველამ კარგად ვიცით, რომ მოიყვანეს და ჩვენ საქმეში ჩარიეს არაფრის მომცემები, უღილსი ადამიანები, რომელსაც რა ოჯახური ტრადიცია ბიჭო, კაცი რო კაც გაწყვება ცოლად, რაც გინდა ისქენი, მაგრამ დაკანონებას რო ითხოვ, რომ კაცი და კაცი იყვნენ ცოლ-ქმარი ერქვათ. და იმ ბავშვებზე ვაფშე რო არ ფიქრობ, ვისაც ესენი მე იშრილებენ, ეხლა მაგათ რომ მომავალი არ აქვს, ხო, ყველამ კარგად ვიცი, მაგრამ გიყვარდეთ ვისაც გინდათ ერთმანეთს, მაგრამ კანონი ვერასოდეს ვერ იქნება აი ამ ქვეყანაში სირცხვილია, ანუ რამდენჯერაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ეს არის სირცხვილი ეს მომენტი, მიხვდი? და ეხლა დღეს ხდება 2 თვე გავიდა, არც მეტი არც ნაკლები 2 თვე გავიდა და всё, ყველაფერს ფარ დააეხადა და ამან იოსეიძე დაიქრინჯნენ ამ პოლიტიკოს და ეხლა რა ხდება? ეხლა მაინც დადიხით თქვენი ქვეყნის სამსახურში და ეხლა მაინც თქვენი ინტერესები გადადეთ გვერდზე და მოდი რაღაცა მოეგეთ გონს, ხო ხედავთ რომ რა პოზიციასაც ირჩევთ ტყუილზე აგებული, რომელიც არასდროს არ მოხდება. ანუ არაფერი არ მოხდება მსგავსი და რა გულით და სულით მართლა მცხვენია, რომ ესეთი ადამიანები ქართველები არსებობენ რა. ნუ სამწუხაროდ არსებობს. ბიჭო, წარმოგიდგენ უკრაინის ომია და უკრაინა იხვეწება მოლაპარაკებებზე დასწრებას. ანუ მოლაპარაკებებზე დასწრება ხო არ ნიშნავს უეჭველი უკრაინის საკითხო გადა. ეს მინდოდა მეთქვა ბოდიში ხო. ეს მინდოდა მეთქვა რომ ანუ წარმოიდგინეთ ხო რაღაც ეგ რო ვამბობდი. შეშარიგებლად მიდის, ანუ შემრიგებელი და 2 ქვეყანა რომელიც საომარ გამარებაში უნდა შერიგდნენ მაშინ და ეს ვაფშე არ მიყავთ. ხო, საერთოდ არ მიყავთ. საერთოდ არავინ არ ხარო, ეუნებიან უკრაინა შენ არ ხარო, ჩვენ გადავწყვიტავთ ეხლა რა როგორ იყოსო და მე პრეზიდენტსაც ნორმალურ საუირჩევთ და უკრაინა ისევ უნდა დაემსგავსოს ქვეყანას, რომელიც ოდები აქამდე იყო. მოდი ეხლა კონკრეტულად ჩვენ პოლიტიკურ ამბებს შევეხოთ. მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა, რაც ძალიან კარგი არის და სავარაუდოდ მიხვდა რომ მხოლოდ იმენა საზაბაზნე ხორცად იყენებდნენ ამ ქალს და მგონი ჩვენ უფრო მეცნიერულობდით მაგის ჯანმრთელობაზე ვიდრე ეს აი ეს ბოროტი ამათ უნდათ რომ რაღაცა სეირი რაღაცა მომხდარიყო ისეთი ანუ სეირი კიდე სხვა სიტყვა მომხდარიყო ისეთი რაღაც რაზეც მე აუ ეგ მაგას ელოდებოდნენ ილესავდნენ რა რეალურად წირავდნენ ხო მაგალითი ბოდიში იმ დღეში ხან ნეტ გაზეთის პოსტი რა ესეთი რაღაც შედარება იყო გაკეთებული რომ კასპა რომელსაც მაკრონს სილვა გააწნა 4 თვე იჯდა ციხეშიო და მზია ამაყლობებს 4-დან 7 წლამდე ემუქრებაო სასჯელიო ნუ ამაში ხა რო არ დავეთანხმო რთული არის იმიტომ რომ 4-დან 7 წლამდე მართლა სილის გაწნაზე არის ძალიან ბევრი, ძალიან მაქსიმუმ მე თუ მკითხავ, მაგრამ 1 თვე უნდა იყოს კაბეზე, ნუ გააჩინე ხარ. ხო, მაგის ვინგენები ჩვენ არ ვართ, მაგრამ 4 წლამდე რომ ბევრია. ვის გააცნავს და რაღაცა, ხო, მაგრამ ნუ მაქსიმუმ 1 თვე მე თუ მკითხავ, საკმარისი უნდა იყოს ესეთ უბრალოდ ამას მე რა არ მომწონს, იცი? ეხლა ეს საფრანგეთდა მაგალითი ხო აიღეს. მაგრამ საფრანგეთზე სხვა მაგალითებს რაც არ აწყობს, იმას არ ლაპარაკობენ. ეხლა 2018-ში აქციები რო იყო და 8000 ადამიანი რო დაიჭირეს და ზოგმა ხელი დაკარგა ზოგმა თვალი დაკარგა და ესე აქვე 2000 პატიმარი მე მგონი დღემდე იხდის სასჯელს ამაზე რომ არავინ არ ლაპარაკობს და აქ რაღაცა პატარა დარბევაზე გადაცომაზე ერთ ამბავში რო არიან ანუ აქ რამდენაირი სტანდარტებზია საუბარი ის თუ ამას ეს მაგალითად მოყავს მოდი და ის მაგალითად მოიყვანე მაშინ რა ეს მაგ სტანდარტები რა უბედურება მე უფრო იცის ვფიქრობ რომ ანუ 1 თვე არის ისეთი ვადა რა რომ შეიძლება ბევრმა 1 თვე ცოტა გადადოს და ეგეთი რაღაცები აკეთოს ხო ცოტა ეგ ისეთი სიტუაცია ჯერ ესეთი ეს თქო მაგრამ რა თქვი სილა გააწნა და ვაფშე მოსულა ეგეთი რაღაც რავი დემოკრატიული ქვეყანა და სიტყვის თავისუფლება და იმას გვართმევენ და ამას გვართმევენ და რა სილებს ირტყმევინე გოჟე რა წესია მე მაგალითად ვიცი რომ ბიაკლედებოდა ბავშვობიდან და ვიცი რომ ძალიან წესიერი ბიჭია და ანუ ის გამოაქვეყნეს თავი და ბიტულებს რო ვაფშე ვერ ზაკეთებენ თავი ამობეჭდეს წარმოიდგინე და გააწანის სილა ამას და მიდიან და აი რა პირიქით იმის მაგირო რომ დაიგმოს ესეთი საქციელები ყველა მხრიდან დაიგმოს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და ჩვენ გმობთ იგივენაირად გეხება ადამიანი რომ იმ ადამიანს რო ადგილებ ანუ ისიც ადამიანია რაც ნიშნავს ვინ მოგცა თავისუფლება და მე შესაბამისად ვიღაცა რომ გამოდის მდგომარეობიდან ისიც ადამიანია ორივე მხარე ჩადის დანაშაულს ამ დროს ერთმანეთის მიმართ წამქეზებელი არის მანდ მთავარი
ამომწყები არის მან თავარი. ხო და პატარა ბავშვები კი არ უნდა დაიჭირონ. აი ეგენი, მაგ ვის გადასახლება ემუქრება და პროვოკაცია რა, პროვოკაცია. აი ეგენი არიან თავარი მავნებლები, ესენი არიან მის გასაგუდები. მიხვდი პატარა 20 წლის ბიჭები შეიძლება დანაშაული ჩაიდგინეს და დაიჭირეს გასაგები, მაგრამ ამით აი სხვებსაც დააბრმავებენ. ამიტომ აი თავარი ის ხერხემალი ვინც არიან ეს ბოროტიძალი, ესენი უნდა მოიძირკონ ვაფშე ამ პოლიტიკიდან ჩვენი ქვეყნიდან ვაფშე უნდა ამოიძირკონ მავნებლები და მავნებლებზე გამახსენდა ეხლა კიდე ორი პატარა მავნებელი ყავს აქ. მოდი ამაზე ვისაუბრო და მე ნენა უკვე გადასასრულებთან წავიდეთ. აი გახარიაზე და სალომე ზურაბიშვილზე. სალომე ზურაბიშვილს მინდა რაღაც ერთი ორი სიტყვა თქვა. ეხლა ხო გახსოვს და აეროპორტში დახვდენა კვერცხები ესროლეს და რაღაცეები რა და ну ეს იმასე გითხრა ეხა სალომე ქალია და მიუხედავად იმისა რომ სალომე და ზელენსკი ორი პიროვნება რომელსაც აი რაღაცა შინაგან რო ხედავ აი ცუდად ხვდები ისეთი განცდები მისჩე მაგრამ მაინც აი სალომე შემეცოდა ცოტა ემპათია გამიჩი მაგრამ აი გახარიასთან არანაირი გრძნობა არ გამოჩენია ისეთ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ აგერ აი ამ პიროვნებას. ერთხელ ვიმეორებ, პროტესტის მშვიდობიანი ფორმებით, კვერცხის როლაც ევროპული სტანდარტით და ბუშტის როლაც არის პროტესტის მშვიდობიანი ფორმა, გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში ბოლომდე ჩდება, არაფრის დაზიანება ამით არ ხდება. აი ხა ჩვენ აი ამას არ უნდა დავემსგავსოთ რა, ესენ შეიძლება უარესების ღირსები არიან. მაგრამ უბრალოდ ჩვენ აი ამ დონეზე არ უნდა დავეცოთ ჩვენ ბევრად მაღლა უნდა ვიყოთ ამ ადამიანებზე რა ჩვენასაც არ მოგწონს და რაზეც დავცინით ამად და ერთ ამბავში ვარ და იგივე ჩვენც რო დავიწყოთ არ არის რა ლამაზე გამოდის ეს და იძახის რომ ეს არის ევროპული სტანდარტია და პროტესტის ჩვეულებრივი ფორმა რა ანუ კვერცხის სროლა მეგობრებო არის არა ჩვეულებრივი ფაქტი არც თავისუფალი გამოხატულება არ არის ეს არის პირდაპირ მიზან მიმართული პოსტა ფორმა არის ისეთი რომ ადამიანი ამით არ ზიანდება უბრალოდ არ წვენ და ანუ ჩვენ არასოდეს არ ვართ იმის მომხრე რომ ვინმე ამ ფორმით რამე პროტესტს გამოთქვამდეს მიუხედავად იმისა ამ ეგრეთ წოდებულ ყოფილ პრეზიდენტს რა მავნებლობაცაა გაკეთებული თუნდაც ეს არ ამომდის ჯარზე რეების თქვა ზოგადად ამ ხალხს რა ტყუილში ამყოფებდა და აკეზებდა და გინდაც ეს მეორე მაგრამ აი საშინელება ვინც ამ ფორმატით იბრძვის გეუბნები ამ პროტესტს თავისისაგ ჩვენ არასოდეს არ ვიკადროთ ესეთი რაღაცები მართლა მეტი ზღერები არიან მაგრამ არ უნდა დავემსგავსოთ მაგრამ იმ ადამიანების სიბრაზეც რაღაც მომენტში მესმის ჩვენ არ თავს შევიკავებდი მაგრამ ანუ რა თქმა უნდა გმობთ ამ საქციელს მაგრამ ნახე ყველა ადამიანს თავისი გამოხატულება ერთ ესეთ ვიდეოს დავაწყდი რომ ესო ტალახაძე ვაშა ალახაძეს ეკითხებიან რომ კვერცხების როლა ეხლა სწორი და ეს უტრიალდება და ეუნება ლაშა რომ ანუ მოსამართლეებს კვერცხებს ესროდითო ისო არ იყო ცუდიო და ეხლა ამათ რო ესროლეს ანუ ნამდვილი ლეგიტიმური შეკითხვაა სამმაგი სტანდარტებით რო ცხოვრობ და ტყუილში ცხოვრობ ანუ შენ რომ კვერცხს მესვრი და აი არაფერი რო არ არის და მე რო კვერცხს გესვრი და რო გმობ ეს არის ეს არის ლიბერალური დემოკრატია მიხდი რომ ანუ ამას კადრულ შენ შეიძლება დაგიწერეს და გითხრეს რომ ეს კენი მაგრამ ღირსება ხო გაგაჩნია შენ ხო ჯერ ადამიანი ხარ რის გამო კადრულობ ხვალდაზე აღარ იქნება ეგ და რა მე ვისთან უნდა მიხვიდე მაგ პერიოდში რომ იცი რომ ნალაპარაკები და გაკეთებული ისეთ სიბინძურები რისიც შენ თვითონ არ გჯეროდა და ხალხი რომელიც გისმენს რომელსაც უნდა რომ საღი აზრი გაიგოს რომ მე თვითონ რაღაცა აზრზე დადგეს რას უშვები ამ ხალხს მოკლედ ორი სიტყვით რო თქვა ეს არის ლიბერალური დემოკრატია ან ლიბერალი თუ არ ხარ არაფრის უფლება არ გაქვს თუ ლიბერალი ხარ ყველას უფლება გაქვს აი ამაში გვაცხოვრებდი მაგრამ მადლობა ღმერთს მე მგონი ეს ყველაფერი იცვლება მე მგონი კი არა და იცვლება რა და აი გახარიაზე მინდა კიდე ერთი ორი სიტყვი თქვა აი გახარია წარმოიდგინა აი როგორ აი პინოქიოს ვეძახი რაღაც აი ძალიან ყალბი პერსონაჟი ეტყობა ეს აი არ ვიცი მე ხედავ ამ კაცში რა აი ხაცა ყალბი არ არის ის რასაც თამაშობს რა და ეხლა ჩვენთან იყო ჩამოსული ალენ ბერსი რა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი რა და აქ იყო ჩამოსული გახარიას ესეთი განცხადება ხო გაკეთებული საეჭო კაცი ჩამოვიდა რაღაცა საეჭო დროს საეჭო შეხვედრებს ატარებს ამ კაცი იძახდა ერთი თვის წინ და ეხლა თვითონ შეხვდა ამ კაცს სალომესთან ერთად ანუ რამდენი როგორ ბინძურები არიან მიხდი აი თავარია შიგნით
ტვინში რა გაქვს და გულში რა გაქვს რა და ვაჭი რა გინდა. ამ საქსეები ხო ჩანს რაც აქვს ტვინში და გულში ხა ერთთვის უკან ტიპ საეჭო კაც ეძახი და რაღაც საეჭო მისით არის ჩამსული ერთიც მე რა პონჩი უნდა შეხვდე. რატო გიყვირს ანუ რამდენი ვიდეო გამიხედო როცა ეს არის просто გათახსირებული ხალხი რა ყველაფერზე წამსვლელები აი მართლა ყველაფერზე წამსვლელები უკვე აი ჭვიან მეყარება არა აი კვერცხი რო ხდება ოღონდ დამსახურებულად შენ ხო იცი რომ ეს დაიმსახურა შენ ხო იცი ხო და ყველა თავის გულში ჩაიხედოს და ყველაფერზე პასუხი გაცემული აქვს просто არ უნდათ რეალობის დანახვა იმიტომ რომ ამ რეალობაში ისინი არ არიან სწორი ადამიანები და არიან მავნებლები რა და ყველა მავნებლები მაგრამ ხდებათ ეგ სიტყვა მავნებლები კი მავნებლებო თქვენი დრო წასულია თქვენი დრო ამოწურულია ანუ მოდი რა გადაიწიეთ რა გადადით წადით რაღაცა კენ სხვა რაღაცაში გადადით რა ანუ მაგრამ რავი აი პროს რამდენი ხანი უნდა გეგონოთ რომ რამე ანუ უვარგისი არა ადამიანები და ქვეყნის მოღალატეები ხართ ხაბა ესენი ის რაღაცა მთავრობასთან რაღაცა იქნებ მოვილაპარაკოთ რომ რაღაც ეს კანონ პროექტი არ მთავრობაში არ გჭირდება და просто ხალხმა რაღაც გადავასახლოთ რა ეს ტიპები რა არ გვინდა ამათი არც დაჭერა არაფერი სადმე რა რაღაც ადგილი გამოუძებნოთ საქართველოში ესენი მალე მომისმინე მე რა ესენი ძალიან მალე გადასახდებიან პარლამენტში ხო ვეღარ შემოვლენ გახარია სხვადასხვა გახარია აღარ მინდა კაცო მაინტერესებს ისინი ხო ვეღარ მან გაუქმებულები არიან ხო და აი იქნებიან გაუქმებულია ერთადერთი გადარჩენის გზა საერთოდ ზოგადად სოფლიოსი არის ის რომ გწამდეს ღმერთი და რას იძახის ხო რომ ანუ რო გინდა რომ კარგად მოგექცე შენც კარგად უნდა მოექცე იმ ადამიანებს და ეგრე მოგიტანს ცხოვრებას და სამყაროს ყველაფერს და შენ აქედან სილები მაწნა და ცეცხლი და ფიტულები მიწვა და ქრისტეს კუბოები მიწვა და მოგინდეს ვერა ანუ ფიზიკურად ვერა ანუ არ ხდება ეგეთი რაღაცა თქვენი დრო კიდე აგერ ეს ბანძი რაღაცნაირი ევროპელი ლიდერები გათხოვილები და ისე ხო ყავდა ჩამოყვანილი და რა ხდება ეხლა ანუ ვაფშე არავინ რო აღარ ცნობს მაგარია საღოლ ამ ხალხს სასაატო ატყუებდით და ან ამის მერე რა გინდათ რატო გინდათ რომ ვინმე დაგიჯეროთ πως აი ესეთი კითხვის ნიშანი მაქვს და გაეცდათ ხო რატო ატყუებთ ხალხს ეს ერთი და მეორე მატყუარები რო ხართ რა უფლებით გინდათ რომ ვინმე დაგიჯეროთ აი ამ ორ კითხოს თქვენ გულებში დაუსვევთ მაგრამ ისეთი ნაგლები არიან ბიჭო რომ ამათთან არ არსებობს ხო იცი ის მომენტი რომ აღა ესე ეხა მოდი სული თუ არ გაქვს სულ ვერ დამთავრებული ეგრეა ეგრე მოდი დავასრულოთ მადლობა მეგობრებო იმედია საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა ჩვენ სპონსორს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხოდოთ მინერალი ნამდვილად კაი წყალი არის ისეთი კოხტა კომფორტული მე რაღაცა დიო და მე ძალიან მაგრამ მიდოდა და მეორე აღარ გავხსენ ეხლა გავხსნი მოკლედ კაი ნოტაზე დავიწყეთ და კაი ნოტაზე დავამთავრე პლიზ დავამოგწეს ღმერთმა და თქვენი საქართველო ძალიან მალე თავისუფალი, ღირსეული და გაერთიანებული და ბედნიერი ყოფილიყოს. და ამენ. დანარჩენი ღმერთმა იცის კიდევ ვიცი როგორ და რა პასუხს გაცემს და როგორ მიუძღვს ცხოვრება. ახლა ამის მეგობრებო. არ დანებოდეთ. მე თვითონაც